ერთი ფუნდამენტური კითხვა მიჩნდება. არ ვიცი, უფალმა მომიტევოს თუ რამეში ვცდები, მაგრამ ვიცი რომ არ ვცდები, რადგან ეხლა ისეთ გლეხურ სიტყვებს ვილაპარაკებ, როგორ უნდა ავცდე ამაში რაღაცას, მაგრამ მომიტევოს უფალმა თუ ვცდები. ერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი, ძალიან კარგი სწავლება გაქვთო, მაგრამ თქვენ სწავლებას რა ქვიაო? ჩემო ძვირფასებო, ჩემ სწავლებას ქვია ჭეშმარიტად მართლმადიდებლობა. ის მართლმადიდებლობა, რომელიც დღეს ჩვენ ფაქტობრივად არ გვაქვს. ეხლა ვიცი, ბევრს აგრესია გაგიჩნდებათ და რას კადრულობ, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა დღეს არ გვაქვს. მოდი ერთად შევაფასოთ რეალობა. მართლმადიდებლობა რას ნიშნავს? გავიხსენოთ. სიმართლის მადიდებლობას ხომ ნიშნავს მართლმადიდებლობა? კი, მე რას ვაკეთებ? სიმართლეს ვადიდებ, როგორ? ბნელის მხელით და სიმართლის საუბრით. თავს არ შევიქებ და მე აქ არაფერ შვაში არა ვარ. ერთი გლეხი კაცი ვარ და არაფრის ამბიცია არ მაქვს და გადმოგცემთ ყველა ცოდნას, რაც მაქვს და ჩემთვის ვიცხოვრებ. აი ამას გეუბნებით, თუ მაცლით ჩემთვის ცხოვრებას და თუ არ მომთხოვთ რომ გიორგი გამოდი ჩვენთან და რაღაცეები ქენი და დაგვეხმარე. ჩემთვის მინდა მეცხოვრება, მე უბრალოდ მინდა გადმოგცეთ ის, რაც შიგნით მაქვს და ვერ ვიტე უკვე. მართლმადიდებლობა არის სიმართლის დიდება, ხო ესეა? ხო. მაშინ ჩვენი რელიგია რატომ არ ადიდებს სიმართლეს? როგორ არ ადიდებს? დაიწყებთ ეხლა. როგორ ადიდებს ხალხო? ქვეყანა იხჯობა შავ მაგიაში. სოფლებშიც კი ნახულობენ ჩადებულ ჯადოებს უკვე. ანუ საქართველო გადატენილია შავი მაგიით, იხჯობა პირდაპირ ქვეყანა და კაციშვილი ჩვენი რელიგია ხმას აღიღებს. ეს არის მართლის მადიდებლობა, სიმართლის დიდება, სად არის აქ მაინტერესებს. ეს არ არის სიმართლის დიდება, ეს არის სიმართლის მიჩქმალვა. რადგან შენ თუ სიმართლის არ ლაპარაკობ, ეს არის სიმართლის მიჩქმალვა. ადამიანი მოდის და მეკითხება ვერ გაიგო. რა მიმდინარეობის ხარ? რა მიმდინარეობის ხარ? სიმართლის დიდების მიმდინარეობის ვარ. შავი მაგები ვამხილე, ტარო ვამხილე, ყველა ეს ბნელები ვამხილე. ვამხილე კი არ განსაჯე. კითხვა დასვით, საერთოდ თუ გახსოვთ რა არის მხელა და თუ იცით მხელა რისთვის არის? არა, მხელა ჩანაცვლებული გაქვთ განსჯაში, რომ არაფერი არ ამხილოთ ირგვლივ. ვუბრუნდები. მე რომ ვამხელ ბნელს, მე რომ ვამხელ შავმაგებს, მე რომ ვამხელ თუნდაც ჩვენი რელიგიის სისუსტეებს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ეს არის მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი. რანაირად არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა დღეს, ჩვენთან დღეს? როდესაც ტარო ყვავის ქვეყანაში, ჯადო ყვავის, შავი მაგია ყვავის და ერთი კინკილა, ერთი ღერი, არც მოძღვარი, არც რელიგიიდან, არც ეზოთერიიდან, ერთი კინკილა არ არის, რომ ხმა მოიღოს და მართლმადიდებლურად ილაპარაკოს, მართალი თქვას, მოდი გლეხურად ვიტყვი, სიმართლე რომ თქვას. და რანაირად ვართ მართლმადიდებლები, თუ ჩვენ სიმართლეს არ ვადიდებთ? მართლმადიდებელი ხო ხარ? მართლის მადიდებელი ხომ ხარ? მაშინ რატომ არ ადიდებ სიმართლეს? როგორ ადიდებ შენ სიმართლეს? მაინტერესებს. ბავშვების ფოტოებს ნახულობენ საფლავებში. ბავშვის, აი 5 წლის ბავშვის ფოტოებს ნახულობენ საფლავებში. სიკვდილის მაგიებს. ეს არის სიმართლის დიდება? ამით ვადიდებთ ღმერთს და სიმართლეს? ვინმე ერთი ხმა შავ მაგიაზე სად არის მართლმადიდებლობა? სად არის? მაინტერესებს. არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები გლეხურად მითხარი, გიორგი ნახე აგერ ძმაო, გამოდის ჩვენი რელიგია და ამხილა ტაროლოგები შავ მაგებს ებძვის, ვისაც ბოროტებები გაუკეთეს და ისაჯნენ. ერთი მაგალითი მოდი და მომიყვანე. ერთი და გავჩუნდები. მე მომხრე ვარ რომ მოძღვრებთან იაროთ, სუფთა მოძღვრებთან ტაძარში უნდა იაროთ, დიდი მადლები აქვს ჩვენს წინაპრებს, ჩვენს წინაპრებს. გულმარტივით რომ არის გახსნელი ტაძრები ის კი არა, ჩვენს წინაპრებს. მათმა ჩვენ დიდი განძი დაგვიტოვეს რელიგიაში, ტაძრებში. იმდენი მსხვერპლი გაიღეს, რამდენი შრომა გაწიეს, რამდენი ტკივილი განვლეს. მოგიწოდებთ ტაძრებში იაროთ, კარგი მოძღვრები იყოლიოთ, რადგან არიან კარგი მოძღვრები. უსამართლო და ბოროტის მოქმედება იქნება, მე რომ გითხრათ რომ არიაროთ არავისთან, რელიგიას თავი დაანებეთ. არ არის ეს სიმართლე. ტაძრებში უნდა იაროთ, ბევრი ძალიან ძლიერი და ძალიან სუფთა მოძღვარია. ძალიან ძლიერი, სუფთა ძალით მოსილი ტაძრებია, ძველი ტაძრები განსაკუთრებით. უნდა იაროთ, მაგრამ რეალობაზე ვლაპარაკობ, მეორე ნაწილი დაავადება რაც ჭირს. ეს თუ არ ამხილე, ეს თუ არ თქვი, როგორ გამოვჯამრთელდეთ, გიმეორებ, იხჯობა ქვეყანა შავ მაგიაში და ათასობით ადამიანი გარდაიცვლება ხოლმე შავი მაგიის შედეგად. ახალგაზრდა თაობა წარწყდა, ყოველი მეორე ტაროს შლის, ყოველი მესამე რიტუალს აკეთებს. სად არის რელიგიაში მართლმადიდებლობა, სიმართლის ლაპარაკი, რომ ეს ხდება? აი ეს კითხვა გამიჩნდა. დღეს რომ ადამიანმა მეკითხვა დამისვა, გიორგიო ძალიან მომწონს, შენი ნაშრომებიო, უბრალოდ ვერ გავიგეო, რისი წარმომადგენელი ხარ? აი შოკი დამემართა. კაცი, მართლმადიდებელი ვარ, სიმართლე
სიმართლეს ვლაპარაკობ ყველაფერს. რაც ხდება რეალობას. მართლმადიდებელი ვერ მიცნო, მართლმადიდებელმა. მოწონს, მაგრამ ვერ იცნო. რატომ ვერ იცნო? იმიტომ რომ არ იცის ამ კაცმა მართლმადიდებელი როგორია ჭეშმარიტი, რადგან მაგალითი არ არის ქვეყანაში. რა მაგალითი არის? სად არის მაგალითი მაჩვენე? მხელა არ იცის რა არის. იმას კი არ ამბობს რომ უი გიორგი შენ მართალი თქვი ამხილე ეს ბოროტება. არა. მხელა დაგავიწყეს. სრულად რა არის? ვინ ამხელს რამეს დღეს? ვინმე რამეს ფუნდამენტურს თუ აკეთებს საერთოდ მაინტერესებს სულიერებაში. საქმე გააკეთე, ქვეყანა იხრჯობა შავმაგიაში და სიბნელეში. ტარო ისე ყვავის, ცაში რომ მიხედები აყროლებულია ჰაერი. და თქვენ იმდენად ბრმა ხართ რომ ვერ ხედავთ ამას. არ მოგეწონოთ ჩვენ ვილაპარაკი თუ გინდათ. არ მაინტერესებს მე ვისაც არ უნდა სიმართლე, არ მაინტერესებს ის ადამიანი მე. არა ხარ შენ ჩემი მსმენელი, შენ თუ არ გინდა წარე სიმართლე მიიღო. წარწყდა ახალგაზრდა თაობა, წარგიწყდა ყველაფერი ვერ გაიგე? ვერ ხვდები? რადგან გეუბნებიან ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი კარგად არის. რა კარგად არის? რადგან გეუბნებიან ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი კარგად არის? მაინტერესებს. რადგან შენს თავში ამას იჯერებ? თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ გადი და დაგუგლე ტარო და დაგუგლე შავი მაგია და ნახავ როგორც არის შენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად. ამიტომ რანაირი მართლმადიდებლები ვართ დღეს მაინტერესებს როცა სიმართლეს არ ვადიდებთ, როცა სიმართლეს არ ვლაპარაკობთ. ნახე ფუნდამენტურ სიმართლეზეა ლაპარაკი. არასრულწლოვნები რომ მაგალითად ერთ-ერთ შავმაგს აყავს არასრულწლოვნები, შავმაგიას ასწავლის წარწმიდა, ის იმასშვება, ის ჯადოებს აკეთებს, ის საფლავის მაგიებს უკეთებს პატარა ბავშვებს. ეს არის სიმართლის მადიდებლობა? ეს არის მართლმადიდებლობა? გარანტირებულად ვლაპარაკობ, მე ვარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი საქართველოში. ამით. იმით კი არა რომ რამე განსაკუთრებული ვარ, ერთი გლეხი კაცი ვარ ვიმეორე. ამით ვარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. რომ ვლაპარაკობ ყველაფერს, სიმართლეს. რაც ხდება ქვეყანაში. უბრალო გლეხურად ვლაპარაკობ. ანა ბანას. არ მოგწონს? არც უნდა მოგწონდეს. წამალი არ არის სასიამოვნო, არასოდეს. განკურნების პროცესი არასოდეს არ არის სასიამოვნო. და სასიამოვნოდ ვერ განიკურნები. უნდა მიხვდე, რა ხდება, რაში ხარ და რა უნდა ქნა. არჩევითი სიმართლე არ არის მართლმადიდებლობა, მართლის მადიდებლობა. სიმართლის დიდება არ არის ეს. გაჩუმება სიმართლის დიდება არ არის. და სამწუხაროდ, აი როგორი სამწუხარო და როგორი გულის მწუხარებით გეუბნებით ამას, იცით? ვერ აგიღწერთ. იმას რომ ჩვენი რელიგია ვერ არის ისეთი გამართული მართლმადიდებლური, როგორიც უნდა იყოს. ჩვენს რელიგიას აქვს მართლმადიდებლობის ხარვეზები, სიმართლის, თქმის, დიდების ხარვეზი. თუ ესი არ არის და თუ უცდები, მაშინ უნდა იყოს სერიოზული საუბრები შავმაგიაზე, მის კანონის აკრძალვაზე, ის რაც ხდება ბოროტებები ქვეყანაში, სიმართლის ლაპარაკი უნდა იყოს. თუ მე ვცდები და ეს ხო არ ხდება, ვერ ვადიდებთ ბოლომდე მართალს, ვერ ვართ ბოლომდე მართლმადიდებლები. ესე იგი, ჩემი ნაშრომების დადება რომ დავიწყე, პირველი რაც აღმოვაჩინე არის ეს, რომ მართლმადიდებლობის პრობლემები გვაქვს. ხალხს ისეთი რაღაცეები გაუკვირდა და ვერ მიიღო, რომ შოკი მემართება, რომ არ დაწყევლო სხვა, მოყვას იდელაპარაკე ადამიანს, ისქენი. არა, არ უნდა. რატომ არ უნდა? იმიტომ რომ მისთვის ეს არის ჩინური. ჩემი ლაპარაკი მისთვის არის ჩინური. და იცი რას ფიქრობს? ფიქრობს რომ ეს არ შეესაბამება ბიბლიას. ესე იგი რომ ვეუბნები რომ გიყვარდეს ადამიანი და რელიგიური პასპორტით უსაზღვრავს შეკარგო ადამიანო, ანტიქრისტეს ბეჭედია რელიგიური ომები, რელიგიური რასიზმი, ღმერთით გიყვარდეს ადამიანი გულში და იყოს ის თავის რელიგიაში, შენ შენსაში იყავი, არ შეეხოთ ერთმანეთს, შენ თავს მიხედე, ოღონდ ღმერთით იურთიერდეთ ერთმანეთთან. ვეუბნები და ვერ მცნობს. მეუბნება ეს არ შეესაბამება რელიგიასო. რატო არ შეესაბამება რელიგიას, იცი? იმიტომ რომ ჩვენს რელიგიას აქვს სიმართლის დიდების პრობლემა. აბა ეხლა მაგას რის ფონზე მეუბნება ადამიანი? ქრისტემ გითხრა მტერი შეიყვარეო. და მე გეუბნები ადამიანი რომელიც ღმერთს ადიდებს, სიყვარულს ადიდებს, ხო? ის შეიყვარე მეთქი, მისი რელიგია კი არა, ის შეიყვარეთქო და მეუბნებიან რომ ეს არ არის ღმერთისო. ანუ იმდენად გადაჯიშდით და იმდენად გადაგვაჯიშეს, რომ ორჯერ ორს ვეღარ ვამჩნევთ. სად ვართ უკვე? ეხლა კითხვას დავსვამ. არის თუ არა მართლმადიდებლობის პირდაპირი საწინააღმდეგო მოქმედება, როდესაც შენ ფუნდამენტურ საკითხებში სიმართლეს არ ამბობ, როცა ბნელს არ ამხელ. არის. შავმაგებზე, ამ სიბნელეზე, როცა ერი იხჩობა, შეპყრობებით იხჩობა და ერთი ეგზორცისტი რომ არ ყავს ქვეყანაში. ეს მდგომარეობა როა არის თუ არა ეს მართლმადიდებლობის სიმართლის დამალვა და სიმართლის არ დიდება. არის. არ არის? რანაირად არ არის? მაინტერესებს. კოლაფსია ქვეყანაში ამ სიტუაციის და ვითომ არაფერი ხდება. ვითომ ყველაფერი კარგად არის. ვითომ სიმართლეს ვადიდებთ. სიმართლეს კი არ ვადიდებთ. ბნელს ვადიდებთ აი ამ მოქმედებებით, რადგან მართლს არ ვადიდებთ. სიმართლეს არ ვამბობთ. რელიგია არ ამბობს სიმართლეს. არ
არამხელს ბნელს, არამხელს შავმაგებს, არაკრძალავს, კანონის დონეზე არ შეაქვს, არაფერს არ აკეთებს საერთოდ. მაინტერესებს რას აკეთებს ფუნდამენტურს, რაც ღმერთს სურს, რაც ჩვენ გვჭირდება. მაინტერესებს, მე ვერ ვიპოვე რას აკეთებს. გლეხურად მითხარი, რომ გიორგი, აგერ გამოვიდა შავი მაგები ამხილა, კამპანია წამოიწყო ჩვენმა რელიგიამ შავი მაგიის წინააღმდეგ, ბავშვების გადამზადება გაუკეთა, რომ შავი მაგია ცუდია, ესე კეთდება, ესე ზიანდებია, ამაზე ფინანსები გამოიყო, რომ აგიტაცია ჩაუტარონ ახალგაზრდობას, კანონის დონეზე ცვლილებები შეიტანეს. ანუ სად არის ეს? ეს კი არა, გამთქარებაც კი არ არის, რომ თქვას, რომ რაღაცა. რა ვიცი, ამდენი ხანია ეხლა ვიყურები აქეთ-იქეთ, ვუსმენ ყველას და ერთს არ უთქვამს რელიგიიდან, რომ შავ მაგიაში იხჭობა ქვეყანაო. ესე იგი, ან ბრუციანია და არ უნდა იყოს იქ, ან არ უნდა ამის დანახვა და ძალით იბრმავებს თვალს. გლეხური ენით ვადიდებ უფალს სიმართლით, მართლის დიდებით. და ვამაყობ მე ამით, რომ რაც შემიძლია, ვლაპარაკობ სიმართლეს. მართლმადიდებელი ვარ. რა რელიგიის წარმომადგენელი ვარ კი არა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ვარ. ეხლა შენ დასვი კითხვა. შენ ხარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი? ადიდებ სიმართლეს? მოძღვრებო, მართლმადიდებელი ხარ? ადიდებ სიმართლეს? თუ სიმართლეს ადიდებ, მაშინ ქვეყანა რომ იხშობა შავმაგიაში, ეს ყველაფერი რომ ხდება და ხმას არ იღებ, ეს სიმართლის რომ არის თუ არა ეს მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო არის მაშინ რანაირად ადიდებ სიმართლეს და რანაირად ხარ მართლის მადიდებელი იგივე მართლმადიდებელი აი ეს უბრალო გლეხური კითხვები მიჩნდება რომელიც გულზე მხვდება სევდით მე არავის არ ვერჩი არავის არ გამსჭი არავის წინააღმდეგი არ ვარ უბრალოდ თვალები ამეხილა და რასაც ვხედავ რთულია ამის ყურება და არ თქმა ან ვწდები და ვცოდავ და დაეუფალმა მომიტევოს მაგრამ რაში შევწდი აი ხშირად მიწერენ კომენტარს, ესე იგი, მთელი ჩემი ისტორიის მანძილზე, რა ნაშრომებიც მაქვს დადებული, რაზეც ვსაუბრობ, იმაზე არასდროს არავის არ დაუსვამს საპირწონე კითხვა. ნახეთ, ადამიანები მოდიან და კომენტარებში მიწერენ 1000 რაღაცას, მაგრამ არასოდეს თუ ვინმე მიწერს საწინააღმდეგოს, არასოდეს რაც ვთქვი, იქიდან გამომდინარე არ ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ იქიდან ვერ იტყვის. სიმართლეს ვლაპარაკო. გადახედეთ, აი კომენტარებში შედით და ნახეთ, ადამიანი თუ დამიწერს კომენტარს, წერს კომენტარს, რომ შენ არამართლმადიდებლურს ლაპარაკობ, მაგრამ კონკრეტულად რა ვთქვი არამართლმადიდებლური იმას არ ამბობს ვერ ამბობს იმიტომ რომ ისეთ გლეხურ უბრალო პრიმიტიულ განათლებას რომ არ სჭირდება ამას ისეთ უბრალო სიმართლეს ვლაპარაკობ რომ ამას ფიზიკურად ვერ უარყოფ ესმე და ერთადერთი რაც რჩება ადამიანს არის რომ მითხას რომ რაღაცა მაგალითად არ ვარ მართლმადიდებელი მართლმადიდებელი არ ვარ კი არა მართლმადიდებელი ვარ ჭეშმარიტი სიმართლეს ვადიდებ ყველა წახნაგში შავმაგებთანაც რელიგიასთანაც თქვენთანაც და საკუთარ თავთანაც ისიც კი გითხარით რომ ზოგჯერ სიგარეტს ვეწევ სიმართლეს ვადიდებ არაფერს არ მალა საკუთარ თავთანაც კი ყველგან ამიტომ გამთლიანება არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი და შენ თუ გინდა მოძღვარო ვინც არ უნდა იყოს სულიერო მოღვაწე იყო მართლმადიდებელი არ ახარ იცოდე შენ მართლმადიდებელი სანამ არ დაიწყებს სიმართლის ლაპარაკს არ ხარ შენ მართლის მადიდებელი შენ თუ შავმაგებზე არ იწყებ ლაპარაკს შენ თუ ამ ყველა ბროტება რაც ხდება შენ ზირგვლივ ხალხი რომ იხჭობა ცოცხლად ამაზე თუ არ ლაპარაკობ არ ხარ შენ მართლმადიდებელი გარანტირებულად გეუბნები დაიჯერე რომ ხარ მართლმადიდებელი მაგრამ არ ხარ ტექნიკურად მართლმადიდებელი არ ლაპარაკობ სიმართლეს და რანაირად ხარ მართლმადიდებელი მაინტერესებს არჩევითი მართლმადიდებელი ხარ შენ იცი მართლმადიდებელი რა არის უბრალოდ მართლის მადიდებელი კი არ არის ის რაც უნდა ადიდო სიმართლე და ის რაც უნდა თქვა ფუნდამენტი იმაში უნდა გამოიხატებოდეს შენი მართლმადიდებლობა და მაგას შენ არ აკეთებ შენ მართლმადიდებელი ხარ რაშიც გაწყობს იმაში მასე ეხლა მეც მაწყობს გავჩუმდე საკუთარი ტყავი არ დავდო ეხლა ამ ნაშრომზე და ზოგადად ჩემს ნაშრომებზე რამდენი ადამიანი იქნება ჩემს მიმართ ცუდად განწყობილი რამდენი ჩამისაფრდება რამდენი რაში მჭირდება ეს ვერ ხვდებით არაფერში რომ არ მჭირდება ვერ ხვდებით რომ ამ ყველაფერზე ეხლა რასაც ვლაპარაკობ არაფერში არ მჭირდება ხალხი მიწერს შენ გამომწერებს რა გამომწერებს საკუთარ სახეს არ გაჩვენებ არც პოპულარობას არ ვეძებ არაფერი არ მინდა თქვენგან ვერ ხვდებით წავალ ჩემთვის ვიცხოვრე მოგცემ თავში რაც მინდებთ და ჩემთვის ვიცხოვრე ვერ ხვდებით რომ მე თქვენგან არაფერი არ მინდა ერთმა კიდე მეო აქო უაზრობა ეტაკა რა ვიცი მე ბნელი შემოვარდა ლოცვაში მეო აქო აღარ დავტოვებ ენერგიასო შეკარგო ადამიანო ენერგიას იქეთ გაძლე რანაირად ტოვებ შენ აქ ენერგიას გამთლიანებაში ჩემს სახეს ხედავ პოპულარული ვარ სარგებელს ვიღებ ფულს ვიღებ რამეს ვიღებ თუ რა გამთლიანების გამო სერიოზული ფინანსური კრიზისი დამეწყო იმიტომ რომ დროს ვერ უთმობ ბიზნესს იქეთ გაძლევთ მაგრამ ამას გულით ვაკეთებ და ღმერთისთვის ვაკეთებ და ერთმანეთისთვის ვაკეთებ ამას არ გამადლით მე არაფერს მაგრამ რა უვიცობა და რა გვჭირს საერთოდ გამოვა ვიღაც კიდე და ზოგჯერ დაწერს კომენტარში რომ თქვენ სექტას ხომ არ ქმნით რა სექტავს ქმნის სახეზე ვერ მცნობ სექტას რომ ქმნიდე შენ თავიდანვე უნდა მცნობდე მე აღუაღუ ბავშვობიდან და შენ მე შეიძლება გამიცნო წლების მერე
ასაკში რომ შეხვალ სახეზე ვერ ხვდები? არ ვარ დაინტერესებული არაფრით საერთოდ თქვენგან გარდა იმისა რომ უფლის სიტყვა გადმოგცეთ რომ მე ჩემთვის ვიცხოვრო ცალკე საკითხი არის რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა ვინები დაგვიტოვა აი ცრემლი მომდის რა დაგვიტოვა 200,000-იანი და 10,000 დოლარიანი ნომრიანი ავტომობილებიანი კატასტროფა მოძღვრები და დეკანოზები წარწყმედილი ესე ვთქვათ მაფიოზური ბანდა რა დაგვიტოვა ეხლა აგიხსნით ქვეყანა იხსჯობა შავმაგიაში ტაროში სიბნელეში ეს დაგვიტოვა მემკვიდრეობით რა დაგვიტოვა მემკვიდრეობით და ფანატიკოსი მორწმუნეები რომლებიც ღმერთს ვერ ცნობენ და ხალხი ტაძარში დადის 10 წელი 20 წელი და წევლა თურმე კარგი ყოფილა და რას ამბობ თურმე როგორ შეიძლება იმეგობროს სხვა რელიგიის წარმომადგენელთან თურმე მის გულთან რაც ქრისტემ გასწავლა როგორ შეიძლება ის გააკეთო რა დატოვე ქვეყანაში რა მდგომარეობით დატოვე ქვეყანა შავი მაგია ყავის ბიბინებს ტარო ბიბინებს ჯადო ბიბინებს საფლავის მაგია ბიბინებს 5 წლის ბავშვებზე და 1000 რაღაცეებზე რატო არაფერი არ გააკეთე შავი მაგია ისე გათამამებული და ისე აყვავებული რომ უკვე ტრენდად იქცა თქვენი მხრიდან სიჩუმე უმოქმედობა აბსოლუტური მომხვეჭველ რა დატოვე და ვინები დატოვე და რა ქენი ეს და ვიღაც გამოვა და არ განსაჯო სადმცალია განსჯისთვის კი არა კითხვები მაწუხებს სერიოზული რა დაგვიტოვა და ვინებს შეგვატოვა და რას შეგვატოვა საერთოდ გაუნათეთ ამ ხალხს ცოტა გული რაღაცა გააკეთეთ რაღაც გამოდი და თქვი რომ აი მოდი დღეს შავმაგიას ვებრძოლოთ გამოდი და უპოვრებს მივხედოთ გული გამინათეთ და გაგვინათეთ ცოტა რომ რაღაცა სხივი დავინახოთ თქვენში რომ ეს არ ვილაპარაკო მაინც არაფერს არ აკეთებთ არაფერს ნული მარტო თქვენთვის მე არც არ გისურვებ თქვენ არც ცუდს შავმაგებს არ ვუსურვებ ცუდს თქვენ როგორ გისურვოთ ცუდი კაც მაგერ ჩემი ნაშრომებია დამოწმება რომ შავმაგებზე ერთი ბოროტის სურვილი არ მაქვს განაგზავნე ირიქით ლოცვები დაუწერე ღმერთისგან რომ გამოვიდნენ შავი მაგიისგან შენ როგორ გისურვებ მე შენ ცუდს მაგრამ გააცნობიერე შენ ძალიან დიდი და თქვენ ძალიან დიდი ფასის გადახდა მოგიწევთ რა დამიტოვე მემკვიდრეობით ტარო აყვავებული შავი მაგია აყვავებული ხმაკრინტი ერთხელაც კი ამოუღებელი რაც გინდათ ილაპარაკეთ ჩემზე არ მაინტერესებს მე ვარ მართლმადიდებელი სიმართლის მადიდებელი და ვლაპარაკობ სიმართლეს თუ ვწდები და თუ ესე არ არის მაშინ მე ვცხოვრობ თურმე სხვა პლანეტაზე და თქვენ ცხოვრობთ სხვა პლანეტაზე ნახეთ ესე იგი მე ვერ ვამჩნევ რომ შავი მაგების მიმართ აქციები ჩატარდა ბრძოლები ჩატარდა კანონმდებლობის დონეზე მიაღებინა ჩვენმა რელიგია ესე იგი მე ვცხოვრობ სხვა პლანეტაზე და თქვენ ხართ სხვა პლანეტაზე და ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ვწდებოდე მაგრამ მე და თქვენ თუ ერთ პლანეტაზე ვცხოვრობ ერთ ქვეყანაში თუ ვცხოვრობ ესე იგი მე არ ვწდები და სიმართლეს ვაპარაკ ფაქტი შედეგი რა დაგიტოვა მარტივ მაგალითს მოვიყვან მე თქვენში რას ვტოვებ კეთილშობილებას ნებისმიერი გამთლიანების მსმენელი ნებისმიერი ვინც ისმენს ჭეშმარიტად სულიერად იზრდება ცხოვრების წესი უმჯობესდება რწმენა უკეთილშობილდება და მეტი აქვს ღმერთის მიმართ მეტად მოყვასი ხდება შენ რომელიც გამთლიანების მსმენელი ხარ მე შენში რა კვალს ვტოვებ კეთილშობილურს ხო ესეა შენი ცხოვრების ხარისხი ხომ შეიცვალა უკეთესობისკენ თუ მისმენ და თუ არ ხორციელებ შეიცვალა ხო მე ვტოვებ ამას შენში ეს არის ჩემი მემკვიდრეობა თქვენში და ეხლა მე რომ ვქნა ესეთი რაღაც მაგალითად შევკრიბო 1000 კაცი და სადმე კუნძულზე ვიცხოვროთ და ამ კუნძულზე ჯერ ესეთი სურვილია საერთოდ არ მაქვს მაცადეთ ჩემთვის მინდა ცხოვრება გლეხურად ჩემთვის არავინ რომ არ მცნობდეს ჩემთვის რომ ვიყო უბრალოებაში არავინ რომ არ მცნობდეს და არ მითხრას გიორგიეს შენ ხარ რომ აი თოხნიდე რაღაცას და ჩემთვის ვიყო მარტივად გეუბნებით მაგრამ აი მაგალითს მოგიყვანთ ეხლა ჩვენ რომ ცხოვრობდეთ კუნძულზე თქვა 1000 კაცი და მე რომ მართავდე ამ კუნძულზე სულიერებას და ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ჩემი ახლო მიმდევრები რომ ისე გაფუჭდნენ და გათახსირდნენ რომ სულიერება კი არა მილიონიან ვილებში ცხოვრობდნენ 200,000-იანი ავტომობილებით დადიოდნენ ქუჩის ხალხივით ლაპარაკობდნენ ჩემი მიმდევრები აი გვერდით ყველანაირად წარწყვეტილი რომ იყვნენ შემდეგ ჩემსვე კუნძულზე შავი მაგები რომ ყვავოდნენ აი როგორ ცხოვრობდნენ იცი როგორც თევზი წყალში რომ 1000 ჯადოებს აკეთებდნენ 1000 სიმახინჯეს აკეთებდნენ დანარჩენ ადამიანებზე და მთლიანად ჩამპალი რომ იყოს ეს კუნძული და მე რომ თქვა რომ ღმერთო შევასრულე ჩემი სულიერი მოღვაწის მისია და მოვდივარ ეხლა ღმერთო შენთან ჩემი მართველობის დროს თუ წარწყდა ჩემი გვერდით ყოფნი ჩემი მოქალაქენი და ბოროტება თუ ავაბიბინე მე გეტყვით ეხლა რას ვიზამდი ჯერ ერთი მე ამის ამბიცია არ მაქვს გეუბნებით ჩემთვის მინდა ვიყო უბრალოებაში არავინ რომ არ ცნობდეს და არანაირი პოპულარობა უბრალოდ ჩემთვის ვიყო ჩემს გემოზე ჩემთვის ეს მინდა მე იცოდე იგივე კუნძულზე მე რომ ვიყო შავმაგებს ამოვზირკვა მთლიანად კანონმდებლობის
დონეზე მივიღებ, თან ღვთიურად როგორ. არა უკრძალავ, ნებას არ შევეხებ, ანუ ღმერთის წესებს არ დავარღვევ. არა უკრძალავ, მაგრამ ვინც დააშავებს, პასუხისგებაში მოვიყვან. ჩემი კუნძულიდან წავლენ, ანუ ეს შავი მაგები ქვეყნიდან წავლენ, საქართველოსთან გავლენ, აღარ გაჩერდებიან აქ. სხვაგანი მოღვაწეებენ. ჩემს ირგვლივ თუ ვინმე წარწყვეტილი იქნება და ამ ყველა ძვირადღირებული ვილებში და ამ ბროტ რაღაცა ბნელის მოქმედებებში ყველას დავხსნი და მოვიყვან სუფთა მოძღვრებს. შემდეგ შევქმნიდი სულიერ საავადმყოფოებს, შეპყრობებზე, სადაც შესაბამისი გადამზადებული ეგზორციზმის ლოცვები იქნებოდა, დაუკავშირდებოდი ვატიკანს, ლოცვებს მოვიძიებდი, გამოვართვებდი ეგზორციზმის ლოცვებს, გადავამზადებდი ქართველ მოძღვრებს. თუ ვინმე მოძღვარი არაკეთილსინდისწირად მოიქცეოდა, ხელს კი არ გადავაფარებდი, საჯაროდ გამოვაქვეყნებდი და ყველა ამ პროცესის გავლის პროცესში ისე გავაჯანსაღებდი ერს, რომ აუყავდებოდით. მაგრამ სადღაც ბოლოს სავარაუდოდ ვიღაც მომიშორებდა. მაგრამ არა უშავს, მე ამაზე გათვლა მექნებოდა. მაგრამ იმას ხომ გავაკეთებდი. ქრისტემ რა გითხრა, რომ უმოქმედობა არის ბოროტება, როცა ბოროტებას ხედავ. და მოქმედებს და იმოქმედა და მე მინდა ამაზე ლაპარაკი? თქვენ მართლა გონიათ, რომ ამაზე ლაპარაკი მინდა მე? და მართლა გონიათ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს, რომ 1000 ადამიანი ჩემს მიმართ აგრესიული იქნება? და თუნდაც შენ, ჩემი მსმენელი რომ ხარ, არ მოგეწონება ეს. ილუზიაში ხარ თუ ვფიქრობ, რომ მე ამაზე ლაპარაკი მსიამოვნებს. მე ამაზე ლაპარაკი გულს მტკენს. პირდაპირ მნიშვნელობით. მაგრამ ბევრისთვის რთული იქნება ამის გაგება, რატომ მტკენს გულს. ამაზე ლაპარაკი. რადგან თქვენ ამ ყველაფერს ისმენთ სიტყვების სახით და მე ამ ყველაფერს ვხედავ პირდაპირ. ყველა დეტალს და ყველა წახნაგს. და მიდი და უყური ამ ყველაფერს შენი თვალებით. მე ვხედავ შედეგს, რომ დიდი ბოროტებაა დატოვებული ქვეყანაში. მეტი არაფერი. შავი მაგია აყვავებული, თუ უცდები შემისწორე, რა ვიცი, მე დაგუგლე მაშინ თუ მეშლება ტაროს რამდენი თაგი აქვს, შავ მაგიას რიტუალებს რამდენი თაგი აქვს და რამდენია. დათვალე და თუ უცდები, მაგ გაიგე პასუხს. ეს დაგვიტოვა. აყვავებული 200,000-იანი და 1000 ნომრიანები. რაღაც შეცვალეთ ცოტა შუქი მაჩვენეთ, რომ გამინათდეს თქვენი შეხედვით გულში შუქი, შედეგია, პასუხი. არ მჭირდება ბლა ბლა ბლა, იმის გამო, ამის გამო, ის გამო, ფაქტი, შედეგი არის ფაქტი. შედი, ნახე, რა ხდება ქვეყანაში შავ მაგიაში, ნახე ისინი როგორ დადიან, როგორ ცხოვრობენ, ფაქტებს შეხედე და ეს არის პასუხი რა დაგიტოვა. აყვავებული სიბნელე ქვეყანაში ბოროტება ყვავის, როგორც რელიგიაში, ისე შავ მაგიაში ერთდროულად. რელიგიაში ბოროტება ყვავის ფულის სახით და ამ ყველა წარმოუდგენელი სიგიჟეების სახით, შავ მაგიაში ამ ყველა ჯადოების სახით, რომელიც პირდაპირ, აი ყოველგვარი დამალვის გარეშე ხდება და ახალგაზრდაობისთვის ტრენდი არის და არაფერი არ ქნა, საერთოდ ეს ყველაფერი რომ შეეჩერებია და ყველაფერი შეეძლო გაიკეთებია. არ ქნა. რა გითხრათ, მე არც მათი წინააღმდეგი ვარ, არც იმათი წინააღმდეგი ვარ, არავის არაფერს არ ვუსურებ, არც ვინმეს ვემტერები, ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ვემტერებოდე, მასე ვიყო დაცემული. უბრალოდ სიმართლე ვთქვი, რასაც ვფიქრობ, რაც ღმერთმა მითხრა და მაჩვენა. სიმართლე ვილაპარაკე მე დღეს და თუ სიმართლე არ ვილაპარაკე და თუ რამე მეშლება, კონკრეტულად მაინტერესებს რაში მეშლება. ის კი არა შენ რას ფიქრობ და არ ემთხოვა ჩემი საუბარი, ზოგად აზრებს, არა. კონკრეტულად რა ვთქვი არასწორი. მემკვიდრეობასთან რამე არასწორი ვთქვი? ქვეყანა რომ იხჩება შავ-მაგიაში არასწორი ვთქვი? 200,000-იანი, 10,000-იანი ნომრები არასწორი ვთქვი? მილიონიანი ვილები არასწორი ვთქვი? რა ვთქვი არასწორი? ერთადერთი ზოგისთვის არასწორი რაც ვთქვი, ეს არის სიმართლე. თქვენთვის ეს არასწორი არის სიმართლე. მორჩა, ამას სხვა პასუხი არ აქვს. ძიმია ჯვარი სიმართლის. გაიგეთ? ძიმია ჯვარი სიმართლის. მაგრამ ეს ჯვარი ყველამ უნდა ვატაროთ. როგორც მე ვატარებ, ისე უნდა ატაროთ თქვენ. თუ გინდათ ღმერთს ეზიაროთ, თუ არა და თუ არ გინდა ღმერთს ეზიარო, უკოცნე ხელი ბნელის წარმომადგენელს, იარე შავ მაგთან, ნორმალურად მიიღეს, ტარო აშლევინე, ნორმალურად მიიღეს და იყავი მაგაში. მე არ მინდა მაგაში ვიყო. მე ღმერთთან მინდა ვიყო და მართლმადიდებელი ვარ, მართალს ვლაპარაკო, სიმართლეს ვლაპარაკო. რაც არ უნდა ეს ჩემთვის უდიდეს რისკებთან იყოს დაკავშირებული. დაგლოცოს უფალმა, ყველა დაგლოცოს უფალმა. განურჩევლად ყველას გაუნათოს გული. ამინ.